უსარგებლო ორგანიზაცია ასე შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვენეციის კომისიას მოიხსენიებს. დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები 70-მდე საერთაშორისო ორგანიზაციას დატოვებს, მათ შორის ვენეციის კომისიას. ბოლო წლებში ეს ორგანიზაცია რომ მხოლოდ პოლიტიკური და არა სამართლებრივი შეფასებებით არის გამორჩეული, თვალსაჩინოა საქართველოს ხელისუფლებისთვის. ნინო არგულიანი გვეტყვის უფრო მეც პირდაპირ ეთერში. ორგანიზაციებს, სააგენტოებს და კომისიებს, რომელსაც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მფლანგველებს და უსარგებლოებს უწოდებს, მათთან დაკავშირებით თბილისი დიდი ხანია ამბობს, რომ ისინი ევრობიუროკრატების ხელში პოლიტიკურ იარაღს წარმოადგენენ. მათ შორისაა ვენეციის კომისია, რომელთან დაკავშირებითაც დღეს ითქვა, რომ ვენეციის კომისია საქართველოსთან მიმართებაში უკვე წლებია სამართლებრივი შეფასების ნაცვლად დასკვნებს პოლიტიკური დავალებების მიხედვით წერს. შეერთებულმა შტატებმა 66 ორგანიზაციასთან თანამშრომლობა კონკრეტული არგუმენტით შეწყვიტა. თეთრი სახლი ამბობს, რომ ისინი ძირს უთხრიან შეერთებული შტატების სუვერენიტეტს. ამერიკის შეერთებული შტატების 66 ორგანიზაციასთან თანამშრომლობას წყვეტს. მისი მხარდაჭერა არ ექნებათ იმ ორგანიზაციებს, სააგენტოებს და კომისიებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის სუვერენიტეტს, თავისუფლებას და კეთილდღეობას. თეთრი სახლის სხვისი წესებით მართულ, მფლანგველ და არასაჭირო ორგანიზაციების ჩამონათვალს აქვეყნებს. სიაშია ვენეციის კომისია, რომელსაც დონალდ ტრამპმა უსარგებლო ორგანიზაცია უწოდა და თანამშრომლობა შეწყვიტა. აღნიშნული გასვლა ამერიკელებისთვის პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიცემულ პირობას შეესაბამება. ჩვენ შევწყვეტ გლობალისტური ბიუროკრატების სუბსიდირებას, რომლებიც ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. ტრამპის ადმინისტრაცია პირველ ადგილზე ყოველთვის დააყენებს ამერიკას და ამერიკელებს. ამ ორგანიზაციების ფარგლებში საკითხების განხილვა აღარ არსებობს. მორღვეულია, როდესაც ასეთ ორგანიზაციებში ამერიკა არ არის წევრი, მათი სერიოზულობას უკვე წყალი აქვს შეყენებული. პირველი კანონმდებლისთვის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვენეციის კომისია სამართლებრივი შემფასებლის ნაცვლად პოლიტიკურ კომენტატორად იქცა. საქართველოს დიდი გამოცდილება დაუგროვდა იმის სათქმელად, რომ კომისია ქვეყნების, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური იარაღია, რომელმაც თავდაპირველი მისია დაივიწყა და მთავარ ფუნდამენტს წლები აანგრევს. ჩვენ უკვე რამდენიმე ხანია რაც ვსაუბრობთ ზუსტად იმას, რომ ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკური იარაღად ქვეყნების წინააღმდეგ იმისთვის, რომ ქვეყნებს თავს მოახვიონ სხვადასხვა პოლიტიკური დღისწესრიგიდან გამომდინარე სხვადასხვა ინსტრუმენტები თუ ინსტიტუტები. საქართველოსთან დაკავშირებით ეს ძალიან კარგად გამოჩნდა არაერთხელ, როდესაც ჩვენ ვნახეთ ნაცვლად სამართლებრივი დასკვნებისა და მოსაზრებებისა, პოლიტიკური დასკვნები და მოსაზრებები, რაც აშკარად იკვეთება ვენეციის კომისიის ანგარიშებზე და ამაზე ჩვენ მათ შორის ვენეციის კომისიისთვისაც გვაქვს შეხვედრების დროს ნათქვამი. ქართულმა ოპოზიციამ ამ თემის შეფასებისას ვერც ამერიკის პრეზიდენტის და ვერც ვენეციის კომისიის კრიტიკა ვერ გაბედა. გამოსავლად კი უცვლელი რიტორიკა აირჩია, რომელიც საკითხთან კავშირში საერთოდ არაა. პრობლემებს ქმნის ქართული ოცნება და თუ უნდათ პრობლემების მოგვარება, ძალიან მარტივია. გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, დანიშნონ ახალი არჩევნები და არა ჰიპოთეტური რაღაცა მტრები კი არ უნდა შემოგვასაღონ ვენეციის კომისიის სახით, არამედ მთავარი პრობლემა, ხალხის პრობლემა უნდა გადაწყვიტონ. ტრამპის გადაწყვეტილებასა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას შორის თანხვედრა კიდევ ერთხელ გამოჩნდა ხალხის ძალისთვის, რომელიც ამბობს, რომ ევრობიუროკრატები უსამართლო პოლიტიკის შედეგებს ახლა თავად იმკიან. ცხოვრებას აქვს ბუმერანგის პრინციპი. რასაც დათესავ, იმას მოიმკი. ევრობიუროკრატიამ დათესა უსამართლობა სხვა სახელმწიფოებში ჩარევა უსაფუძვლო და ეხლა თვითონ იმკის ამას და რატომღაც უკვირს ის რომ ამერიკიდან იღებს ეხლა ზუსტად იმას რასაც უსამართლო თვითონ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იყენებდა. ის რომ ევრობიუროკრატების ხელში ვენეციის კომისია საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური დავალებების შემსრულებელია, ეს მათივე დასკვნებსა და რეკომენდაციებში ბევრჯერ გამოჩნდა ქართული ოცნებისთვის. მართველი პარტია ამაში ბოლოს პარტიების აკრძალვის კანონზე დარწმუნდა. თბილისმა დაინახა, რომ კომისიამ პროფილი შეიცვალა. საქართველოს მაგალითზე როგორც ყოველთვის ლაკმუსის ქაღალდივით ჩანს ხოლმე ეს, რომ
ხშირად გადაწყვეტილებები იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პრეამბულით შემოფარგლული და იურიდიული, ასე ვთქვათ, და სამართლებრივი მხარე მათ მიერ გაკეთებული დასკვნებისა ფაქტობრივად ნიველირებული იყო პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ნაწილით. ასე რომ ამ კუთხით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გარკვეულწილად ეს ყველაფერი არის სწორედ იმ შიდა ეროზიის შედეგი,